იცი როგორ მინდა ყოველთვის მე დავაბრახუნო. მიდი. გადაცემა სარკასტიკა გახსნილად. მე ხო პატარა ხელი მაქვს და მაგის კომპლექსი მაქვს. გახსნილად გამომიწყადებია. რა გაქვს პატარა? აი და ვერ გაიგო. ხელი. დადი აი ხელი ნახე რა პატარა ხელი. ცირო მისია რა და აი რატომ აქ ესეთი პატარა ხელი და შენზე მაღალი ვარ. ფეხით პატარა გაქვს შეიძლება პარიმეტოდად იყარ პატარა ნაბიჯებით რო არ დაეცე. ხალხო ფეხი ზომა აქვს თამაზდას 39 ხო? არა. სიმაღლეში ვარ 1.90 და ფეხი ზომა აქვს 41 ნაყევარი. ღმერთო, ანუ 41. და 42-ები მაქვს, იმიტომ რომ ჩემ ზომას თუ ვიცმევ წინ ვარტები. ისეც გადავარდი. მაშინ ასე მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია. უკვე აღარ ვიცვლით ეპიზოდების რიგითობას, იმიტომ რომ საკმარისად ბევრი დროით ვართ უკვე ინტერნეტ სივრცეში მოქცეულები. აი ერთი გადიოდა კუში კუმარი კუპტა და მეორე ჩვენი გადაცემა რო არ მთავრდება. მოკლედ გადაცემა სარკასტიკა გადაწყვიტა რომ დღეს მოიყვანოს ისეთი სტუმარი, რომელიც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. ადამიანი რომელიც უყვარს ყველას, რომელიც აფრენ, ყავას ვაუ. ისე მიყვარს. აი, ზოგადად შენი საუბარი ისე მიყვარს, რომ მინდა ჩავიწერო. მამშვიდებს. და შენ რო ყავის დალევა არ ვარ გარიცი? შენ სიცილზე კიდე? რატო? აი ხა მე შე ვიდეოს გაჩვენებ. ის ყავა სვავს ყველა არის ჩატბოზ ჩატლახი. იდარა. იქნები კარგად დალე ყავას ხარბო. კაცი უნდა კალი უნდა და მიდის მერე ოპა ოპანა ნება მოკლედ ყავის დალევა შენ და ანუ მე ყავა არ დამილევია მიდევს აქ როგორც პატიოსთან რიგით მოქალაქეს და შენ ეხა როგორც ჩათლახი და ბოსი ეცი და დალიე მე იცი დღეში რამდენი ჭიქა ყავასა ის დღეში რამდენი ჭიქა ყავასავსა რამდენს აი მე დილით ხო ვიწყებ დილით ვსვავ უთენია მე 12-ზე ვსვავ მე ვსვავ შუა დღის მე 4-ზე საღამოს 6-ზე ვსვავ და მე ანუ პროფესიონალი ბოზი ხარ პროფესიონალი ბოზი ვარ და ეხა წარმოგიდგენ ეს გადაცემა რომ გადის და ხალხი რომ ყავასო და ეგრევე ყველანი ალბათ ასხავენ უკა ისე სხვათა შორის გამიგია რომ ეს ვინც ყავასოს მე იხსნება იხსნება ხო შენ შეიძლება ანუ არა შენ ისეთ ასაკში ხარ შურო ბოთლები დალი არაფერი დაგემართება სურო კალისტრა და აი მე დაიწყე გადამოქცევ სურო კალისტრა ყავს რომ სვავენ წესით კუჭნაწლავის ხდება გახსნა ანუ გინდება საპირფარეშოში წასვლა პატარავ დროშივე აი ვისაც კუჭნაწლავზე აქვს ხომე პრობლემა ისინი სვავენ ყავას რომ მე კარგად გავდნენ კუჭში შენ მოგითხრით მოგინდა მე კუჭნაწლავზე პრობლემა არა მაქვს პერისტალტიკა დაიჯესტივ სისტემის იქნება და მე მაგ დატესტილი კაი გამოვხდა რა გჭირს დრო მითხრა დილით მაგ შებერილობა კაი მოკლედ იმიტომ აი შესაბადაში არც ანტილია და არც შუკე სიბნელეში შედიხარ ხომ მე რომ დილით შებერილობაზე ვერა არა აპეტკო კრეტინო ეხა მაგია ვერა არაწიო საზიზღარი მოკლედ ვიცინეთ ვიღრიცინეთ გადავიდეთ შემდეგ თემაზე ისე მეშინია რა შებერილობა ეხლა არ გაუშვე ისეთი განათებები გქონდა რა მაგ შებერილობის ვერ გავიგე შეიძლება აი ის იყოს ნაღმზე აფეთქებას უდრიდეს ცე ისე თავიდან როგორ იწყებ აი წორილად თუ მე რა იტყვიან რომ რატოს სემო ამბის აი შენი ბებერი ფან კლუბი იძახის მე რატოს სემო ისე დაიწყე იცი ამას ხო ვერ გაუშვებთ თედა ესე აი სტუ მე ვარ თითქოს მამის ტოლა კაცი ვარ ნუ მიბედავ ეგეთ საუბარს ისე მიგვიცა ერთად საზიზღა კუჩი რო გადიღარ იმდენი წლის ახარ ეხა შეგასხო ხალ ბებეკოთა ოხნდა დიდი ჩანდი თუ და გაგსუმ გონი რა გეთი რაღაცა ეგეთი რაღაცები ეხა ტალეთი ჩენგი ყონდა გამოგიკეტავ კარებს სულ გონი რა გეთი რაღაცები დაგა გაეთრიებსო მოკლედ აღმოვაჩინეთ მხატვარი რომელიც და ამაცა მაგას მე ვიწყებ მხატო მიდი ჰა ეხა მე რო შენი გული მოვიგო
მე შენ დაბადების დღე ძალიან დიდი პატივი მეცი და ამას არ დაგივიწყებ საუკეთესო სულ. ვერ დამივიწყებ, ხო, იმიტომ რომ ბევრი კაი საჩუქარი მაჩუქე თან სულ მახსოვს. ზედა ქვედა ტილოსი, შორტი მაჩუქე, ჩანთა მაჩუქე დიდი თეთრი და სუნამო. რატო ჩამოთვალე? გწვენია. ქურთუკი არ გაჩუქე? გწვენია. ქურთუკი და ალბათ გწვენია ისეთი რაღაცები. გინდა ხოლმე რომ აი გამოსასვლელი ხელები მოგრობა. რა ჩემ გვერდზე რა ჩამიცი ყველაფერი და მაინც ისე უხდებოდა რომ აი თან მოგაკნდენ რა აი 60 დღეში ერთხელ აი გაპარებ შორტებით გაჩუქე. შორტების მაჩუქე. მოკლედ არა ჩუქნი, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემი მეგობრებო და კარგად გეცვა. მე გადავწყვიტე რომ შენ გაჩუქო რამე ისეთი აი ხელოვან ადამიანის შექმნილი რაღაცა ნახატები ძალიან გიყვარს და ნახატები მიყვარს. ხო აი რაღაცა ვიცი რომ ლადო გუდიაშვილის ნახატებზე გიждები. ლადო გუდიაშვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ვიღაცისთვის ცოცხალია. იმედი გაიგეს რომ არ არის ცოცხალი. ხო და ერთი ხელოვანი ქალბატონი მოვძებნე, მე ვფიქრობ აი ზუსტად რაღაცა იცი ხასიათებითაც გავს აი შეგცევები ჩენაირი აქვს. მოდი გავუშვათ ვიდეო. აი მივხვდები მე რომ ამ ქალს ვუყურებდი სანამ ნახატები აქვს ფანტასტიკური. მე მგონია რომ ნასხაიძეს ლაპარაკობდა თავის გავლენის ცხოვრებაზე. არ გაინტერესებს? ვიდეო გავუშვათ. ჩემს ქმარს გამოუცხადე რომ მე მინდა მეთქი რომ ბოზი ვიყო მეთქი ესე უთხარი შენ ხარ არტისტი ხელოვანი შენ ჭირდება თავისუფლება დავდიოდი ხან ბარებში ხანში ძალიან ბევრი ბიჭები გავიცანიდან მოკლედ ვერ გავჩერდი რა ერთადად ყოველთვის დავდიოდი ხოლმე შავკანიანებში ყველას რო უყარ ჩემი ნახატი ზებრაზის კალი მოღალატესული ეს ჩემი საკუთარი იქიდან მოდის რომ ვიყავი მოღალატესული ძა სუდად გავლის ანუ რისით კომაგიდო შენ რო ბოზი მე მაინტერესდა რომ ამ ხილა წარმატებას როგორ მიაღწი აი ზოგადად ამანაც ხო მიაღწი ანუ შენი აზრი ქცე საქართველოში ხო შავკანიანები ბევრი არა აი ხალხი გამოერთოს კამერა და მაგრამ თუ ზემო მაგიჟდა მიჩმიტე ნახატები ხო კარგად მოგეწოდა მოკლედ ამ ქალბატონის არჩევანია ის არის ხელოვანი ქალბატონი ქცე მიღა ის არის ხელოვანი ქალბატონი რომელმაც შეხო თქვი რომ მეც ხელოვანი ვარ ხო ისე რომ ბაგრა ქცე მოკლედ ამ ქალბატონმა გადაწყვიტა რომ ხელოვანია და ხელოვნება სჭირდება ბოზობა და ბევრი შავკანიანი კაცთან ურთიერთობა რომ მე კარგი ნამუშევრების შექმნას რომელი ნახატი მოგეწოდა აი ზებრაზე შემჯდარი ქალი ეგ თვითონ არის შავკანია და რო ქონა პირველად მაგის ნახატა შეთვეგ ნახატი არ გაჭუქო გაეთრიო всё მორჩა ზაფხული რადგან ახსენე მოდი ზაფხული ხო და მე მგონი თემატურად ეს ვიდეო იქნება პირდაპირ ზაფხულთან მიმართებაში როგორ ძვირდება სინათლე ხო გაძვირდა ჩვენ ხო დავაანონსეთ რომ სინათლე გაძვირდა ეგრევე გაძვირდა SMS-ი მომივიდა დღეს რომ ისე შემატყობინეს რომ სინათლე გაძვირებულია აი ბოზი რო ხარ ხო ხედავ სვავ არ ჩერდები ბაიმე მიკროფონი გადამემართა ამას კი არა მოჭრი არა რა თქმა უნდა არა მოჭი ბოზი რო ხარ ბოზები არა ბიჭო რა მე მახსოვრობის პრობლემა მაგ და ცეხა ხოჭა მოვტყედა რა გემრილა და ბაიმე დამოვიწყდა კეპიცები ამას აუცილებლად გადავახო აი მე არ დამი კაი არ მინდა მაგის დავიწყება მინდა ეგრე ხარ მეძავები რა პრობლემა 1 2 რა თუნდა ბანაობა საერთოდ კაი მოკლედ ზაფხული მოდის ცრებლები გამდის და რადგან ყველაფერი ძვირდება ჩვენ ქვეყანაში სინათლე უკვე გაძვირდა როგორც დავაანონსე და ნამდვილად გაძვირდა გვაინტერესებს აი ამ ვიდეოს შემდეგ გაძვირდება თუ არა ზაფხულში კოლგები და შეზლონგები იცი ნახოთ ვიდეო მოდი ვნახოთ შარშა ზაფხულში ღირდა ლარნახევარი კოლგაც და ჟალუზიც და წელს 3 ლარია ჟალუზი 3 ლარია კოლგა თითქმის ერთი იმდენით მოიმატა ფასები ეს ჟალუზები რო არის ის არის კაიშა ნუ იცი რა კეთე სანაპირო მინდა რომ სერიოზულად გავაკეთოთ ეს გადაცემა ჟალუზებზე წვანან თუ როგორ არის აჭარაში ვის შეიძლება დაურეკონ და გავარკვეთ მაგრამ მე კი ვიცი ვისო ერთადერთი ისეთი ცნობილი ალბათ მომღერალი ისეთი საქართველოში მაინც სოფო ხალვაში არის აჭარიდან
არიცი სოფო ხალვაში. როგორ არ ვიცი მაგის განვიქირა შაშანი ჟალუზი. მოდი დავრიკოთ ეხლა სოფო ხალვას და უთხრათ რომ ნამდვილად ზვირდება თუ არა, ოღონდ უთხრათ ქოლგა და ჟალუზი. ანუ შეზლონგები არა. შეზლონგიც არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ როგორც ეხა არის გაზგარზე რა მახსენდება, აი რა. ისე ლაპარაკობს, რა კომპლექში ისონებს და ის რომას გაუშვებენ და აი და შეწუხებულია. ინტერვიუ ჩამოართვეს რუჯის დროს. შალეს. მე კი მაგ საშუალება, მაგრამ კარგი ბიჭო რასო. ლაპარაკი შედიხარ მე იმაში. აი მე ჩემი ტელეფონი თუ რე. აი შენ გამო ჩემი ტელეფონი თუ რეკავდი რა, ამ ღლიცინში რა. 1.5 ხო როგორ გაკარდე? რომელიც მეორე. აი შეხლა ისე იმდახაცე მიკროფონი. მეგონი ის ზებრა ხარ შენ. კატორო დაიწყო. ურეკა სოფო ხალვას გვაინტერესებს ზაფხულში ქოლგა და ჟალუზები გაგვიდება თუ არა? ჟალუზებს რატო აძვირებს? არიღებს და ალბათ ეხლა საღამოს ხო კრეფავე ხოლმე და არის. და მოგროვება ჟალუზებს. კაი, არიღებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ამ თემაზე სხვათა შორის მოდი მაყურებელს უთხრათ ის რომ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ეს თემა გაგვეშვა ეთერში, არ გაგვეშვა ეთერში, რამდენად ისეთი იქნებოდა სასიამოვნო თუ არასასიამოვნო, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ გადაცემა სარკასტიკაში, მაინც გაუშვათ ეს ვიდეო. იმიტომ რომ მაგის არ ჩერდება რა, აგძელებს და მეც ხო ნერვები მაქვს რა, მომასყა რა. ხო, მოდი გავუშვათ ახლა ვიდეო და ნახეთ თავად ეს ვიდეო და მე შეფასებები უკვე თქვენთვის მოგვინდია. თუჯერ არ მისულხარ პატრიარქის პანაშვიდზე გაითვალისწინე, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხით შეძლებ გადაადგილებას. ანაშვიდზე მისვლა შეგეძლება მთელი 24 საათის განმავლობაში, როდესაც შენ გაწყობს, სამსახურამდე თუ სამსახურის შემდეგ. და იმე რაღაცები არის, რაც არ უნდა გამოდო რა. არა, არ უნდა გამოდო არა, ჩემი აზრით ამ გოგომ აი ამ უბედურებაზე გაიკეთა პიარი. ესე შემიძლია თქვა. მე გიხვეწები რა. კაი, თუმცა ამ გოგონამ შემდგომ გამოდო მეორე ვიდეო, სადაც აღნიშნავს და უხარია, რომ ბევრი მწერდაო ძალიან ბევრი ბინძურ სიტყვებს, იქ არის სკრინები. ხახი ლანძღავდა რა? ლანძღავდა, ყველა ლანძღავდა. რატო არ წაშალები რომ ლანძღავდა? არის უწერენ რომ წაშალე და ლანძღავენ და ასე შემდეგ და თუმცა გამოდო ვიდეო, რომ აი არ წავშალეო პირიქითო პალიტრა ნიუსმა ისო ჩაწერა ჩემთან ინტერვიუ და ამით ამაყობს და უხარია. ხალხის რეაქცია პატრიარქის პანაშვიდის ვიდეოზე. კაი, მოდი სანამ გადავალთ ჩვენ ძალიან ძირისად იცი რა მინდოდა რომ მეთქვა? რა. რომ აი ახლობელი გარდამეცვალა და პანაშვიდზე ბევრი ხალხი არ არის და პიარი გაიკეთე. არა, აი 300 კაციანის უფრო მაქვს შეკვეტილი რა და აი სანათესაო მარიცის და ერთი ვიდეო რო ჩამიწეროს რომ აი ხო ქართლში ეგრეა ქელეხს რო იხდიან მე დაფსაფლების მე აწერინებენ ფულს რა. ხო და თუ კაი პანაშვიდი იქნება ქელეხზეც ხალხი მოვიდოდა. ანუ პიარი გაეკეთებინა ვიდეო რგოლით. ისე მაგ თემას რომ მიყვეს ყოველდღიურად რამდენი ადამიანი იღუპება და რამდენს უნდა პანაშვიდის გარეკლამება. ხო, ისე ხო. ხო. ნათესავებს უტყდებათ ხოლმე რომ მოდით პანაშვიდზე და ამ გოგოს დაუკავშირდებიან, დადებენ და ხო, მისცემენ ერთი 500 ლარი და ეს ჩაწერს ხოლმე ამ ვიდეოებს ააწყობ და პანაშვიდი ვაზის უბრის 38 ნომერში. როგორ მივიდეთ ვაზის უბანში? ამოვდივართ ვარკეთილის მეტროდან. აუყვებით ფეხით. ფეხიდან და ესე ალბათ. ყვავილები სად უნდა ვიყიდოთ? ბარკეთილის მეტროსთან შეგიძლია შევიძინოთ ყვავილები. და რაღაცა ესე. ბინოკლები 20 ლარიდან. და ბოლოს რო ჩაწეს ამასა კაი გამოხმაურება რო იქნება საკურთხს გაუგზავნა იეშიკით. იეშიკით საკურთხები შემორიგება. მოდი სანამ გადავართ ძირითად ჩვენ ამბავზე, ზარებზე, იქამდე გამოვაცხადოთ ჩვენი სპონსორები და პირველი სპონსორი არის ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food, თბილისში ყველაზე გემრიელი ტრაფიკების ობიექტი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, სუხიშვილის 45-ში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Sandomi. Sandomi, რომელმაც შექმნა ახალი პასკა, ახალი რეცეპტურით, უნდა გითხრათ, რომ ტექნოლოგია ჩამოიყვანეს ევროპიდან, გემო და ხარისხი იდეალურია.
ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი, კაფელმეტლახი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები. მიჰაუსი ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის. პოცის შესწორება ქონდა ეხლა ჩვენ. კაი, და მთავარი გადავდივართ ზარებზე. კვამლი გეყლაპება. ბიჭო, რა გინდა? ნაფასის დარტყმა არიცი. გადაგეყლაპო. ძალიან აღლიცინებული ხარ და აღადავებული ხარ. მე მგონი აი კართან დაგდებულს გნახავენ. გლდანამდე ვერ მიხვალ. კარგი. თუ პირი გაყედა გაგიკრა ხარ გავიკე. აი მე რო ვარტყავ ნაფასთან. 1 გრამი არ არჩება. ხა ბოზება სხვანაირად იცის პირში ჩადება და მაგიტო. всё. პირველი სტუმარი როგორ გინდა რომ სახელი გამბიდე ხომ არა მე. პირველი ადამიანი ვისაც დაურეკავთ არის გიორგი თორაძე, იგივე თორჩო. და ვურეკავთ ამ ადამიანს იმიტომ რომ ჩემ მეუღლეს აქ დაბადების დღე რომელიც გიждდება გიორგიზე და გვინდა რომ დაბადების დღეზე მოვიწვიოთ, გადაუხდით ნებისმიერ ჰონორარს, თუმცა მთავარი მოთხოვნა არის რომ ტორტიდან უნდა ამოვიდეს შიშველი და ვარდისფერი ტანგა უნდა ეცვას. თორჩო ტანგაში. მაგას ეს ტანგებიაცვია ხოლმე, ხო იცი მის ლილა წურწუმიას კონცერტზე. ერთხელ ისეთი ბადიანი. ერთხელ ბადიანი ზედა ეცვა და ძუძუების X-ები ეხატა. მე თავიდან ხო გაცვია ხომ შენ და სახში მოდიო ხომ სულ ეგეთი ჩაცმული გამო. რა სისულელია? მე მაცვია როგორ იცი აი გეფიცები სუ გრძელი რაღაცეები და სხეულს ერთო ეგ შეიძლება თორჩოში გამცვალო. ვურეკავ თორჩოს გამო გამაჩუმა. მე აი თორჩოს გამო მაჩუმებს. აი ხა გავაშენი ხმა ზარის დროს და ვერც გამასწრებ. თორჩო. რატო არიღებს არავინ? ხო ხედავ არიღებს თორჩო. ალბათ თევს და ატარებს კლიპში რამხელა თევს. აი ნუ ჯერ არიღებს. ვურეკავთ მარინა ბერიძეს და ვეუბნებით რომ მოგწეს მისი ნომერი რომ როიალი ააწყოს და როდის შეძლებს მოსვლას რომ როიალი აგვიწყოს. მე ვურეკავ? ეს არ გინდა გეშინია მარინა. ამის ნერვები სადა მაქვს ამის მძიმე ხასიათი. ვურეკავთ მარინა ბერიძეს. ეს კი გამომაფხიზლებს. ალო, ქალბატონო მარინა, გამარჯობათ, როგორ ხართ? კარგად მადლობ. იცი რასთან დაკავშირებით გაწუხებთ? თქვენი ნომერი მომწეს, როიალი მაქვს ასაწყობი და მითხრეს რომ აწყობ და დამეხმარებით. თქვენ ცოტა ვერ ხართ კარგად სადრეკავთ. მარინასთან, ქალბატონ მარინასთან. ვინ ქალბატონ მარინასთან? მარინა ბერიძე. და მე როიალეს ვაწყო? და თან ძალიან ძლიერი ვოკალი აქვს, კარგი მუსიკოსია და თან როილებს აწყობაც იცის ესე მითხრეს. არა გენაცვალა, აი ვინც გითხა იმას უთხარი, ეხლა ყველა შენ ნომერი გაგიქოს მარინას. ნიკა გვარამია მომცა თქვენი ნომერი. კაი, ოკეი. ანუ არ მეხმარებით. ვიღებს პასუხს, ვერ გიხმარებ, არ ვიცი აწყო. აი გენაცვალა, რომელ ნუ იცი რა გაცინებს აი უკვე დაყურებული რომ ეს ვინ არის 17-ით ალო გიორგი მინდოდა გისმენთ გიორგი გამარჯობა იცით რა ჩემ მეუღლეს აქ დაბადების დღე თქვენ ხო ის დახურულ ღონისძიებებზე შეგიძლიათ მოსვლა დიახ ჰონორარდეს არ არის პრობლემა, უბრალოდ გიждდება ჩემი მეუღლე თქვენზე და გვინდა რომ სიურპრიზი მოუწყოთ, რომ აი თქვენ იყოთ მთავარი სტუმარი ამ დაბადების დღეზე. და თუ გეცლებათ აი აპრილის შუა პერიოდშია დაბადების დღე. აპრილის შუა პერიოდში, კი ბატონო, ტორტიდან რომ ამოვიდა შიშველი შეიძლება. სამინდა რომ შიშველი ამოვიდა ტორტიდან. იცით სულ შიშველი არ გვინდა ჩვენ ის გვინდა ვარდის. არა, ფოთოლს ავიფარებ, ჩემო კარგი. არა, ფოთოლზე ალერგია აქვს, გვინდა ვარდისფერი ტრუსი როგეც. ფოთოლს. რომ რისი ფოთოლს იფარებს? და აი ფოთოლს ადაიფარებთ. შორტი თუ სამკუთხედი. ფოთოლს ადაპირებთ რა აიფარებთ, აი დაინტერესებს ჩემი მეუღლეს ახლა. ფოთოლს ფიქრობდით უძუსავებდა, მაგრამ არ ვიცი, შეგვიძლია პრინციპში, არ ვიცი, თქვენ როგორი აუთფიტი გინდათ მის. იცით როგორ გავაკეთოთ, ანუ აი ქვემოთ რო იყოს მაგალითად ლეღვის ფოთოლი. დიახ. ზემოთ კაკლის ფოთლები. დიახ. და უკან რაღაცა ესეთი გრძელი, რაღაცა ესეთი. შისტაფილო.
პალმის რტო პირში უკან, სტაფილო. ხო და პირში სტაფილო. პირში როგორ? პირში სტაფილო. პირით როგორ დაინტერესდა. აი, მე ძალიან კარგი იქნება. მე მზადვარ, მართლა მზადვარ. შემიძლია მართლა ნებისმიერ დროს. და აი რა დაждდება ეს ჰონორარი რა იქნება ახლა თქვენი აი ეს ერთსათიანი მომსახურება. ის მე ჰონორარზე აღარ მუშაობ უკვე დიდი ხანია. შეგიძლიათ აი 2 ხაჭაპური და კოკა-კოლა. იცით რა, იცით თქვენ რო ბოსტნეულით იქნებით უკვე მოსული, აი სტაფილო რო დავტოვოთ საჭმელად, რო არ გამოგართოთ. ან რაც ეკეთება გაიყოლოს. ან ჩვენ შეგვიძლია რომ ის ყველაფერი, რასაც შეგმოსავთ, ის ყველაფერი გაჩუქოთ. იქნება თუ თქვენ ზავით გაუძლელი. აი, იცანი და როგორ მიხარია რომ დამირეკეთ. არა, ერთი წამი მომისმინე, ჩვენ გვინდოდა როგორ გათახსირებული ყოფილა. და საიდან გამოიცანი ჩვენი ამბავი? მე მივხვდი რა თქვენ ხარ. ხო არ გვი, არა, მაგრამ ჩვენ გქონდა ჩანაფიქრში ტორტიდან ამოსულიყავი და იქ ვიღაცამ როგორ მივხვდი რა ეგინდოდა? ხო. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, თქვენი სტუმრების არ იყოს. ისე ტორტიდან ამოსულ ხარ? ტორტიდან არ ამოსულ არასდროს. საიდან ამოსულა? ვინმე მომიყვანა. აი თამაზა მეკითხება საიდან ამოსულაო? საიდან ამოსულა და ძალიან ხმა ვალებიდან ხო ესე გადაეცი. ვალებიდან ამოსულა. აი ტირი ჩემი თანადა. იო ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გასაფორცებ, ძალიან მიყვარხარ, ძალიან მომწონს ყველა ამას გეუბნება და ვიცი რომ აი უდიდესი პირიქით რაც აი პირიქით რაღაც საშინელება უნდა მეცხრა მგონი. ძალიან ცუდები ხარ, თაბლებო. რა ხარ ჩემი ფავორიტი აი ჩვენ და გელოდებით გადაცემაში. აი უდიდესი სიამოვნებით მოვა და დავჭი. მე ძალიან გვიხარია, ძალიან დიდი მადლობა. ნაცნავი წამოიღოს. ნაცნავი წამოიღოსო აუცილებლად თუ. ნაცნავს წამოვიღებ, ოღონდ სხვაგან გავიკეთებ. საათ თამაზეს ყველაფერი ეს საადო. რომ მოღონ განახებ. არ მინდა. ეს პატარა დაისტრესება პატარა ჯერ გამოცდილება. ერთხელ მანახა და თვალებიდან არ ამომდის. კოცნით, პაკა-პაკა. გამემესის მრებოდა. ძალიან დიდი მადლობა. პაკა. პაკა. მე რა დღეში გავხდი შემალე. ტელეფონიდან არ გადმოვიდეს. იცი არ იყო ცუდი ზარი. მაგრამ როგორ მიხვდა, ესე იგი ჩვენი ჩანაფიქრი იყო ტორტიდან ამოსულიყო. ფანია ბიჭო, ვაიმე. ვიღაცამ ხო არ გაიტანა ჩვენგან ინფორმაცია მე. ვიღაცაც უჭირავს იქ ტელეფონი. ტელეფონი კი არა, ეს ისთვის მოიტანა. მართლა რისთვის მოიტანა? აი უკვე ზეთმეტია. აი ხადეკი ბუშტები მოიტანე. მინდა რომ შემოგარტყა, მაგრამ მე ეს პროტეზი რომ ჩამოვარდეს რა გავაკეთო? მიდი. ვაიმე! მოვიდა. ხმერთო! ხბა გამიგრია, ხელ უკვე აი ესე გამარტყა. და როგორც იქნა დავჭი მარტო! თამაზამ გადაცემა სარკასტიკა დაასრულა, გადაცემა სარკასტიკა თავის მოღვაწეობა დაასრულა, იმიტომ რომ გადაცემის დამფუძნება სახეში ხელუკმა გაარტყა. დაფუძნებელი იცი როგორ დამარტყა, ტუჩიმა გაწეული. ერთი შენაიღე. კაი ბიჭო, ძალიან არ შემომიტყია. აი მანდიჯეკი ზუსტად, აი მან. შენ ხარ მანდ ღირსი რომ მანდიჯდე. არა, მან. როგორ გაბედე და როგორ დამარტყი პროსტა. ბიჭო, პატრის გადაცემისთვის კარგი არის. ეგეთი შეჩემა? ყბა გამივიდა. წური შემოხდა. ხა ამის ეს ბებერი ფან-კლუბი ნახე როგორ გაიხარებს. ვისურეკავთ. ჯერ ხმა დავტესტოთ რა. გაჭერი. მოკლედ რა და თქვა ხალხმა რომ ხმის ტემბრი შეიცვალეთო? გადავწყვიტეთ რომ შევიცვალოთ ხმის ტემბრი რომ ვერ გვიცნონ. არ ვიცი ხა რამდენად გამოვა ეს. პუფტი არ გაიგე. არაფერს არ შვებაში დებილა შენა. რაში გადავიხადეთ 15 ლარი. აბა? არა, არ შვება. ცოტა გააკეთე. აი. ხო? ცოტა გააკეთე. აინე ფერ. მოუჭირე მიდი. აინე. ჯაი ჯიტო რა. ფილო. აბა 1 2 3 4 მოგესალმებით მეგობრებო. ჩეხმა მაინც არ გვეცვლება. მე
გაზით გავიბერე. არ ვარგა. არ შვება არა. არა, მოიტანე სხვა ბურთი. სისხლი წამომივიდა. აბა. პატარაზე გაგა, ეხლა კარგი ბიჭო. როგორი დამარტყა ხელ? 1 2 3 4. დიდად არ იცვლება ხმა. აი ხა ოდნავ შემეცვალა, მაგრამ დიდად ესე არა. აბა? ცოტა. არა, ეხა ესეთი დიდი. აი, შეიცვალა ხმა? აბა. არა. ბურთქენი გადაყლაპე. მიდი ეხა. კაი ერთი, იმიტომ რომ ჩემს ეს გავსკდი, შეჭემა, რამდენი უნდა ჩავბერო, მოდი, ჰა. მოკლედ ეს არ გამოდგა. მაცოტო გაკეთებინე პიცი. აბა 1 2 3 4. ცოტა მოგიტანე. რატო? შებერილობა მაწუყებსო. შენ ხარ ატეხილი დღეს. ყოთკი რომ შებერილობა მაწუყებსო. ხო, იქი დაასრულე დღევანდელ საღამოს. კაი. ხვალ ნახე აი მეხუთე სართული აღარ იარსებს. მოდი გცემ, დაურეკოთ ლიზა ბაგრატიონს და უთხრათ რომ გაყინული ცომი, ფენოვანი ცომი სახე მინდა რომ გახდეს, სელოფანზეს მისი სახე იქნება გამოკრული და სახელწოდება ერქმევა ლიზას ფენოვანი ცომი. მარინა ბერძე კი გავაბრაზეთ მე მგონი. ეგაც არ იყოს ახალი ნოჩხეიძეს კონცერტები ქონე საუკუნეში ერთხელ ეძახიან. ეგიც მართალია. ბატონო. ლიზა გვინდოდა? სწორად მოხდეთ თუ გინდოდა. ლიზა გამარჯობა, ჩვენ კომპანია ნახევარ ფაბრიკატებიდან გირეკავთ, თქვენთან შემოთავაზება გვაქვს თუ დაინტერესდებით? დიახ, ჩემგან გიდათ ნახევარ ფაბრიკატები. არა, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ვაწარმოებთ ნახევარ ფაბრიკატებს და ეხა ბაზარზე გვინდა შემოუშვათ ახალი ფენოვანის გაყინული ცომი და გვინდა რომ თქვენ გახდეთ ჩვენი სახე. და ისე ფონზე უნდა დავისვა თუ ხელში უნდა მეჭირა? არა, უბრალოდ ხელში გეჭირება ცელოფანზე თვითონ შეკვრაზე იქნებით თქვენ გამოსახული და სახელწოდება ექნება ლიზას ნახევრად ფენოვანის ცომის მომავალი ხაჭაპურები და რაღაც დროშზე რო იყოს ჩემი სახელობით არ შეიძლება მარტო ნახევარ ფენოვანი. იცით რა, შეიძლება რომ მაგაზეც ეხა წარმოებაში დროჟი არ გვაქვს ესე ჩართული ამაში, მაგრამ შეიძლება. მე გიჩვით, არ არის პრობლემა. დროშ მოგვიტანთ თქვენ და ჩვენ რო რა თქმა უნდა, გიგვაქვს. თქვენ წარმოება გაქვთ დროჟის? ყველაფრის წარმოება მაქვს ისიც კიდე. მაშინ სადღაც აი რო დაგირეკოთ ხო და 2 ტონა დროჟი რო მოგვიტანოთ. ბატონო, არ იქნება არანაირი პრობლემა. ეს პირადად თქვენ მოგაქვთ თუ მძღოლი გამოუშვათ თუ როგორ გავაკეთოთ? არა, პირადად მეცით უნდა ოდითგანვე ბაგრატიონები დროშს აწარმოებდნენ. ისე სხვათა შორის ბაგრატიონების დროშს აწარმოებდით ხო ადრე თქვენ თუ? ой, რა კარგია. კარგით, ესე იგი შევთანხმდით ესე იგი ისე იქნება ესეთი შეფუთვა იქნება გარედან თქვენ ხართ ეს ნახევარ ცომი გიჭი. ალბათ მე უნდა გადავიხადო ხო ფული? არა, რას ამბობ? პირიქით ჩვენ 1 წლის განმავლობაში ისეთი პრესტიჟია რომ მე მაგალითად აი სიამოვნებით მე თან ჩავდებდი ამაში ფულს. შეიძლება ამაზე დალაპარაკო, მაგრამ იცით 1 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიისგან ყოველდღიურად მოგაწვდით მე ამ გაყინულ ცომს. შეგიძლიათ მე ზილოთ, რა ვიცი, ხაჭაპური მოზილოთ, ძალიან კარგი გამოდის, აჩმაც კარგი გამოვა, ნაპოლეონი, ფანტასტიკური, ლობიანი მარხვაში. არა და ყველა იცნობს რომ ხერთუყარია. აი საოცარი შემოთავაზე. всё, ესე იგი შევთანხმდით, ძალიან კარგი გვიხარია, ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. მე თანტუჩი მткиვა. დღეს ნაცემი ვარ. შენი ბებერი ფანკლუბი გაიხარებ. იმიტომ შემოგარტყი რომ ტუჩი გაგისწორე. ეხა კარგად ლაპარაკო. ვერავინ ვერ გწნობს. ხიში არ შემომარტყა შენ თორე, სახლი იმ გლდანში სახლს გაგაყიდინებ. ჯერ იმ კომპანიას გავაყიდინებ რაღაცებს ერთს და მერე შენ. კარგი. ლიზა ბაგრატიონი, ქალი ლეგენდა, შენ გამოვიდა. აქვე მოდი ვთქვა სპონსორები, სანამ გავაგზავნებ ზარებს. ჩვენი გადაცემის სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად. ეხა მალევე მივემგზავრებით. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია პარკ ორთაჭალა, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე გორგასლის 105 ნომერში. ცენტრში და ამავდროულად სიმშვიდეში. მიმიყვანა მანახა, კარგი корпуსი და არ მიყიდა. შენ მე პოცი მაქვს შენთვის და გააფუილ სუკჩუქნი პოცის და აფუილი მეტი ბედნიერება რა გინდა. მადონა ჯუღელს ურეკავთ გინეკოლოგს. ალო? ბატონო. ქალბატონი მადონა მინდოდა? გახალოთ. ქალბატონო მადონა, ძალიან დიდი ბოდიშით ესე გვიან რომ გაწუხებთ, მართლა არ შეგაწუხებდით დიდი პრობლემა რო არ იყოს.
თქვენ ჩემ მეუღლეს უთხარით რომ გოგო ეყოლებოდა და გვეყოლა ბიჭი. და შეუძინეთ ბიჭის სამოსი ყველაფერი და რა გავაკეთოთ როგორ მოვიქცეთ ახლა? თქვენ ხუმრობთ ამაზე? არა, არ ხუმრობთ, ანუ თქვენ გითხარით რომ გოგო ეყოლებოდა და ეყოლა ბიჭი. დავხარჯეთ მთელი ფული, მომავალი ფეხბურთელი მეგონა იქნებოდა, პატარა ყვარა გაიზრდებოდა ოჯახში. და ეხლა ანანიაშვილი უნდა გაიზარდოს, ჩემი სოლი ამას იწახის. თქვენ მგონი შეგეშალათ სადღაც ყველანი გავთვის თარეკ. არა, თქვენ არა ხართ გინეკოლოგი? სწორედ არ ვეკავ? დინაჩუხელი. შაყირობთ? არა, ქალბატონო, გეუბნებით, ანუ რას ნიშნავს გოგო გეყოლებათ? თქვენ მითხარით რომ არა, თქვენ მითხარით რომ შეამოწმე და თქვით რომ გოგო იქნებაო და დაიბადა ბიჭი და რითი შევამოწმე ბატონო, მე ხო ეხოსკოპისტი არ ვარ. რაცა გიშლებათ. არა, რა ბრძანებ, თქვენთან იყო ჩემი მეუღლე, ეხლა მითხრავ დაურეკვე, აღელვებულია ტირის. აი ხა დღეს გამოვიყვანეთ უკვე სამშობიაროდან. თქვენ რაღაცა პრობლემა ნახვამდის, აღარ დარეკოთ ამ ნომერს. არა, უკაცრად, ჩვენ პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ბიჭი მინდო. დარეკოთ ამ ნომერზე. ყვარაცხელია მინდოდა და ანანიაშვილი დამჭა. ავატყობი ხოთ ვითხოთ, აღარ დარეკოთ ამ ნომერზე კატეგორიულად მოვითხოვ. თქვენ დავრეკავ პოლიციაში. ამოტყოფიშვილი ვარ გვარათეს. კარგით, მადლობ ნახვამდის. ვორეკავთ კოტე როგორ? კოტე ქიმო გამარჯობათ, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. იცით რასთან დაკავშირებით გაწუხებთ? ერთი კვირის წინ გავიკეთეთ თქვენთან ბოტოქსი. შუბლის აი რაღაც მესამეჩი თუ რაღაც ესე და ერთ თვალს ვეღარ ვახელს საერთოდ და ეს ბოტოქსი დილას გაახელს, დღეს დაიძინეთ, არა უშავთ. არა, როგორ 3 დღეა თვალს ვერ ვახელ და არაფერია, ხვალ დილას გაიგვიძებთ, დღეს დაიძინეთ. არა, ისე ერთი თვალი ღია დამჩა, მეორე დახუჭულდა. ხო და მეორეც დახუჭეთ და დილამდე ორივე თვალ დახუჭულმა კარგად გამოიძინეთ. ვერ ვხუჭავ იმ ერთ თვალს, ბატონო კოტე. ძალა დაატანეთ. რომ მოხვიდეთ ეხლა და დამეხმაროთ ერთი თვალის დახუჭვაში. ვერანაირად ვერ მოვა. მე რომ მოვიდე და მეორე თვალში გბოლა, მაშინ ორი თვალი მაინც დამახუჭინეთ. მე ცოდო ვარ. არა, 17 საათზე ვერ ვღებულობ პაციენტებს. ვერა, ხო? ვერა. დილით რომელზე შემიძლია მოვიდე? დილასაც ვერ მიგიღებთ, თბილისში არ ვიმყოფები. ანუ პრეპარატი შეუშვით და აღარ ახართ. დატყდით საქართველოსთან. კი, ეგრე 20 პაციენტი დავტოვე ეგრე. კიდე კაი თვალი მაინც მეხუჭება და პირი არა მაგ დახუჭებული და ვლაპარაკო. ძალიან ნაცნობი ხმა გაქვთ პატრიცებულო, ძალიან. კი. იმდენი გესაუბრეთ, რომ კარგად გაგეკეთებინათ, მაგრამ რა თქინდა, ერთი თვალი დახუჭული მაქვს. არა უშავს, დღეს რომ დაიძინებთ, ხვალდილას ორივეთი გაიღვიძებთ, გაახელთ და ძალიან კაი სამყაროს დაინახავთ გარშემო. კარგით. თუ ვერ გავახილე დაგირეკავთ. კი ბატონო. ბედნიერია მწვართალი. ვურეკავთ კოტე სულამანიძეს, პლასტიკურ ქირურგს და ვეუბნებით რომ გავიკეთე დუნდულების ოპერაცია და ერთი ცალი გაიწელა, ჩამოვარდა, გასკდა, რა ვიცი. ყველაფერი დაემართა. შემოგვიდა. კოტე მინდოდა? დიახ, ვარ. გამარჯობა კოტე რა, ეხლა ძალიან საჩქაროთ ვრეკავეთ, თქვენთან გავიკეთეთ ესე დუნდულები ტრაკი. და ერთი დუნდული ჩამომეწია ქვემოთ. ყველა მეუბნება რატო გაქვს დაწეულიო და რა გავაკეთოთ ახლა? მე თქვენ მახსენდებით. როგორ არ გახსენდებით? გელა. თქვენც მითხარით რომ განსხვავებული სახით გინდათ დუნდულების გაკეთებაო. ისრაელიდან რომ ჩამოვედი გელა. არ მახსოვს ბატონო, როდის გავაკეთეთ ახლა 11 საათი არის პარასკევი. ხო და ჩამომეწია დუმა, ცალი არის კვირას. კონსულტაციაზე ვნახოთ რა ჩამოიწია. არა, მივდივარ და ანუ რაღაცა მითხარით რომ როგორ ავწიო ეს ახლა უნდა გავფრინდე კვირას. ანუ რეიქი დავიჭირო, რაღაც არის საშუალება და რომ ჩამოვალ, მე აუცილებლად მოვალ, აბა რას ვიზავ. ანუ დაწეული ფარდასავით არის ერთსალი. მე ხო ტელეფონით ვერ აგიწევთ მაინც ვერაფერს და ეს დუნდულოს და ვერაფერს ვერ ვიზავ და თუ არ გნახეთ და თუ არ ნახე რა მოხდა როგორ უნდა იშო. ტრაქს ვერ განახეთ. აბა ტელეფონით რო შემეძლოს ამის გაკეთება, სახში იქნებოდა და ტელეფონით გავუკეთებ. ანუ ეხლა მოვალ სახში, სადაც ხართ? ეხლავე მოვალ და გაჩვენებთ დაწეულს. არა, მე ეხლა არ მუშაობ. და ჩემ დუნდულს რა უყო აბა მაშინ? თქვენ დუნდულოს მე ვნახავ სამუშაო საათებში. და სამუშაო საათებამდე რა აკეთოს ეხლა ამას?
გადაცემა სარკასტიკი ნაგირებავთ. გიორგი ნაზღაიძე და თამასა. იმედია ყუმრობაში მიიღეთ არ გაბოლოს. კეთოსო. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ, მაგრამ მართლა ჩემ თანაწამყვანს აქვს ცოტა კი ვარჯიშო, მაგრამ დუნდულები აქვს დაწეული და არის შველა რაღაცა ცოტა აუციოთ. როგორ მინდა იცი ესახე ჭატამივით გქონდეს. აი, სუ თვალი ქონა დადგმული ჩემს აჯდომზე, ღერც მიეკარება უთხარი. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ, ჩვიდობიან ღამეს გისურვებ. ნახვამდის. ვურეკავთ გიორგი კეკელიძეს. გამარჯობა. იცით რა არის? პანიკური შეტევა მაქვს, რაღაცა კედლებზე დავდივარ და შეგიძლიათ რამეს შევამომწეთ? შეხვედრაზე ვარ და WhatsApp-ზე მომწერეთ რა. ტელევიზორის ხმა რო ისმის? ხო და მაღაზია ვარ რაღაც ამბავს. კოლი გაქვთ. კარგი უკაცრავად. კარგი. არა, მომეწონა ეს არის, მოკლე და სასაცილო იყო. ტელევიზორის ხმა რო. всё, მოვჩეთ. მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია პარკ ორთაჭალა, რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში თავისუფლებიდან 8 წუთის სავალზე, ქალაქის ცენტრში და სიმშვიდეში. ასევე მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი, რომელმაც შექმნა ახალი პასკა, ჩამოიყვანეს ტექნოლოგი და არის ძალიან ტექნოლოგიისაიდან ევროპიდან. და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი არის ადამიანი, რომელსაც ითხოვდა ყველა, რომელსაც ითხოვდნენ ყველა გადაცემის დასასრულს, რომელსაც ითხოვდნენ ყველა სოციალურ ქსელში, ქალი დღესასწაული, ქალი ჩათმანდახურვა, ქალი შანელი, ქალი თავისი პარფიუმ, ქალი ბიზნესი, სულ ხელებში უყურება ეცნება კროდის მომწევს რომ დავისხა. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხეიძე. და ჩვენი გადაცემის სპონსორები ხო თქვით ყველა. მე ნამარკი ხილოს. ნინო შემოდის სპონსორა. არა ეს შემომაპარაკეთ შეეშალა. გავიგე. ყველა გადაცემაში სუნამოებში რომ. მოკლედ ჩვენი სტუმარია ნინო ჩხეიძე. კიდევ ერთხელ ნინო მოგესალმები, მადლობა რომ მოხვედი. მოგესალმები, მადლობა. იცი რა ბევრი სანერვიულოგი იქნება და პოცი წააფუილე. გიგადაში. იცი რა პრინციპში ხარ. მე შემიძლია ვთქვა რომ ნინოსთან ძალიან დიდი წლებია მეგობრობთ, ჩვენ მუშაობდით კიდევაც ერთად ნინოს რადიოშიც მუშაობდი, რუსთავიერში ერთად მუშაობდით მიყვა და ანუ კურიოზები და ზოგადად ამბები გვაქვს. უბრალოდ მგონია რომ აქ არ მოიყოლება ბევრი იმ რამ. დღეს ვფიქრობდი რომ აი მეგობრობდით, გიორგის უფროსი ვიყავი, კოლეგა ვიყავი, ის ვიყავით დუეტში ვმღეროდით, ყველაფერი. ზოდიაქოთი ტყუპები ვართ. ზოდიაქოთი ტყუპები. მთელი ქვეყნის ამბები ვიცით. და ნახოთ ეხლა აბა რა გული აქვს დამინდობს თუ არა. შენ ნამუსზე იყავს. აი ესე მოვედი შიშველი ხელებით. იცი შიშველი ხელებით. ჩემი კისერი და შენი ხმა. შიშველი ხელებით რატო დადიხარ ის ბოლოს ის ვიდეო რო წაიქეცი ტელევიზიაში მაგის მერე აღარ დაგაქვს არაფერი? ეს რა მოგიტანიაო? იმიტომ არ მოიტანა ეხლა. სუნამოები იმიტომ არ მოიტანა რომ არ წაქცეული. აქ არ არის კიბე ზადუდა წაქცეული ხო? იცი რა არის ვიფიქრე რომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ქალის სუნამოა და რაღაც ქალის სუნამოს ხო არ გაჩუქებთ მაგრამ ეხლა გამოდის უნისექსი და იმას მოიცა სარამ სუნამოზე გადავალთ უბრალოდ ეხლა ის რო არ გავიხსენო ნინო რო დაეცა იმაში გადაცემაში შუა დღეში მე ვწერ თან ერთად მერიდება რომ როგორ არის არ ვიცი და ნინო რა ლამაზად დაეცი ისეთი საყვარელი იყავი აი მე ყველას უხარია რაღაცა ყველა ბედნიერად იცის ანუ ცუდი გაგებით არავინ და ლამაზად მოწყვეტილი დაეცა არც მეგონა თუ წამოდგებოდი მოწყვეტილი არ ქვია და თან ხო არის გადაცემა რომ აი პატარა რუბრიკით ხარ და მე ვარ მთელი გადაცემა აი ყველა საჭმელს ვაკეთებ მღერი თმას ვიკეთებ აი ყველაფერს მაგას აკეთებელი კი ქონდა ხარ რომ დაეცი აი ადეკი აშლილი თმის ხო მაგრამ ჩემ კურიოზებში ის უფრო მომწონს რომელი რადიოში სურპრიზი რო გამიკეთეს და ცეცხლი წაბეკიდა ვიცი რომ არიცი ეს გეხვეწები ნახე ხახნა რადიოში შეაგროვეს ბავშვებმა 5 ლარი რომ უფროს ვასია ანუ ეგეთი ხელფასები გეთრო 5 ლარზე მეტი ვერ დადეს არა 5 ლარს და როგორ მეგონი ნაკლები უბრალოდ 5 ლარი და 5 ლარი ეკი 2 თვის ხელფასი და როდის მოხვალ მეუბნებიან და აბა რა ხდება ისე დამახვედრეს ყვავილები ტორტი გიშტი უბედნიერესი ვარ და მიიღებენ რომ კარგი რილსი გავაკეთო და
გავავდო Facebook-ზე და აი უცბად თმაზე რო წავიდა არ გაქნანაში. კინაღამ ბოლო დაბადების. ისე რა კაი ხარისხის თმები გაქვს მიმაგრებული რომ არც კი ხათ არ გეკიდებ. მან რატო გადაჭიცი? ბუნებრივი მქონდა მიმაგრებული. მაშინ ბუნებრივი მქონდა? ხო. მან რა იყო იცი 5 ლარიანი რო აკრიფეს, ანუ იაფიანი რო იყო, იმიტომ არ აგეკიდა, თორე მანდ კარგი გაზით ყოფილიყო შენ Facebook-ში. აი, იქნებოდა. მე სადაც გავიფიქრე უფროსის დაწვა ხო არ უნდა. ეგეც თქვი, ხო, ეგ ჩანაფიქრით შეიძლება იყო და დაიცვა. დასაწვავი უფროსი ვარ? არა, ნუ ხო. არა, ნუ. მე კმაყოფილი ვიყავი ხელფასით, არ ვიცი, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ხელფასი და პირობები ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ისეთი ხარ, სანამ არ გიგაგიზდიან არ მოდიხარ. შეხვედრიდან არ გამოდიხარ. მაგრამ გახსოვს თავი, ანუ წაქცევაზე მახსენდება, არ ვიცი, ამ ვიდეოს ვიპოვე, შევა ახალი წლის რომ მიყავდა კონცერტი რუსთავიაში. მაგრამ ღერით ეს ძველი სეთი თიკაფაცაცია ყველანი დგანან ჩვენ სცენაზე ახალი წელი რაღაც თენდება და სად არის ანიჩირაძე, სად არის ანიჩირაძე სცენაზე ამორბის და გაკრა ამ ფეხი ამ სცენაზე და აქედან რომ გაკრა იქ აღმოჩნდა და მე დავიჭირო მეორე მხარეს არ გადავარდნილიყო. არა, კურიოზები ძალიან ბევრი გვაქვს ხა. ისე ოცნებობ შენთან ერთად დუეტის კიდე ჩაწერაზე. ვინ? გიორგი, ჩვენ ორი დუეტი გვაქვს, ხო? 3. სამე. მეგონი 3 გვაქვს. 3. ავადა ვარ, სანამ დროა და ის მესამე რაღაცა ხო იტალიური ჩიკ. მარტო არა გაქვს მეგონი ძალიან გაგიჭირდა რა მას ერთად ჩაწერა. მე ნიჭი მაქვს სამსახიობო და ამაში არ გაჭირდება. აი ენა ჩაიგდე, შეგողმენი იმას არც ერთი დუეტი კი არ საერთოდ ნამღერი არ აქვს. ძალიან ბევრი ნახვა აქ YouTube-ზე. კი. და ვფიქრობ რომ ხო არ ჩავაბრუნოთ ერთი რომელიმე. კიდევ ერთ სიმღერა ამოვწიოთ. კაი იდეა. ის პაპანტაცო უკან მოცეკვავით იქნება. რამე ელასტიკები ფუშფუშა კაბა. როგორ? ტრიო. ეს ვერაიტა. არა, ფონს გააფუჭებს, არ გინდა, ფონს გააფუჭებს. რასაზიცხარი. უკან იდგეს რა, ამას უმღერო, რაღაცა იცი როგორ ვიმღეროთ, აი რაღაცა დაკარგული ბავშვი, ნაპოვნი ბავშვი და აი ამაზე გადავიღოთ კლიპი თუ. რამეზე არ უკრავ? ყველაფერზე. ნერვების გარდა. სალამურზე ვუკრავ, ფანდურზე ვუკრავ და დოლზე. სალამურზე დავუკრავ დებილი. ჩემ რამე განსხვავებული ნიჭი. რადგან სუნამოზე დავიწყეთ საუბარი? მართლა არ მოიტანე ეს სუნამო? არა. გეონები შეეშინდა რომ არ დაცემულიყო საჩუქრებზე, რაღაცა ძალიან ცუდად არის, დაცდილი აქვს. ნინო ჩხეიძეს ყველა იცით, ხელს როგორი სურნელი აქვს თუ რა? არა, ხელგაშილი მე მგონია სამ-სამს მაინც გაჩუქებს. და რა უნდა გაჩუქო ქალის სუნამო? ვაი, გადავიდა უისექს მე გავჩუქებთ, მე რა პრობლემაა? აი, გამოგიგზავნე. ხო, მითხარი ხა ამ სუნამოს იდეა საიდან წამოვიდა? იდეას გეტყვით საიდან წამოვიდა, მაგრამ თქვენ მითხარით ყოველ გადაცემაში რატო შემჭამეთ ამ სუნამოზე? ეხლა დაგვაყიდინოთ. ჩვენ ვერ მოვასწარეთ, თორე ჩვენ გვინდოდა ძალიან დიდ კილაში ჩაგვეცხა წყალი და ზემოდან დაგვეკრავით, რომ 10 ლიტრიანი ჩემი სუნამო დავიტრიეთ. ხო და მითხარი იდეა საიდან წამოვიდა? იცი რა არის, მინდოდა რომ სიმღერის გარდა რაღაცა სხვა საქმიანობა დამეწყო. ანუ შეფუთვები და რაღაც შენაკეთებ ამას ეტიკეტი ჩამოსხმა და ისინი თუ? არა, ეტიკეტი საფრანგეთში გაკეთდა ყველაფერი, შეფუთვა მოდის და აქ ვამზადებ პარკეთს. აბა შენ უბრალოდ ფულს იდებ ჯიბეში, თუ რა საქმიანობა ეგ არის? სუნი დავაყენე, სურნელი დავაყენეთ, შეკვეთა ათუხტუხებ იქ ვერაზე? დიდ კოფში. ყველა შოუ ბიზნესის ადამიანს რაღაც ესეთი ბიზნესი აქვს, რა მე ხوار დავიწყოთ ჩვენც. ხო და ჯერ უნდა განვითარდე შენ ბიზნესში. სიმღერა არა ჩაწერილი და რაღა ბიზნესზე ფიქრობ. ჯერ უნდა განვითარდე, რა უნდა განვითარდე. წეგან მიყვებოდი ჩემი ისტორიებზე გეძინება და იღვიძებ და მე რაღა განვითარება. სიმღერას მე ვერ ბიზნესი. როგორ არა? აბა, სოციალური ქსელები, ისტორიები. გამოუშვი რამე. კაი, გაყიდვები როგორ არის ახლა, როგორ მიდის საქმე? კარგად მიდის და იმედი მაქვს რომ უფრო კარგად წავა. მინდა ძალიან გამოუშვა უნისექსი, ქალის და მამაკაცის რო იყოს ერთად და ცოტა დაბალი მილიგრამი, იმიტომ რომ ატყდა ამბავი ამ ფასზე და ზოგი შეშფოთ და ზოგი აღფოთ და 100 მილიგრამიანი, მაგრამ არის პარფიუმი და საფრანგეთში წარმოებული. ნუ იცი რა არის, ეს არის ლიმიტირებული, არის სულ გამოშვებული 500 ცალი. და ცოტა ლიმიტი. რამდენი უნდა იყოს აბა ლიმიტირებული? რამდენი? 500 ძალიან ბევრია. მე მეგონი 10.
10 რა ლიმიტირებულია. თან ეს კილოც მე შეუძლია ტყემალი ჩაასხან და რაღაც. აი გონია რომ ესე რო იძახე რომ ლიმიტი ყველა იტყუება. რატო? თამოვაშალო მიზეს ლიმიტირებული ტრაილას შემოაყენებს ხოლმე აი რა. არა. არ უთქვამს თამო, სად უთქვამს? სულ იძახეს ლიმიტირებული. არა, რაც ლიმიტირებულია, ლიმიტირებულია. და ვინ დათვლი 500 ადამიანს? 500 ცალი გამოჩვეული და მეტი ეს სუნამო აღარ გამოვა. რაც დრო გავა ფასი მოემატება და მოიცადე, ანუ ამ სუნამოს აღარ გამოუშვებ სხვას? ამ სურნელს არა, უკვე სხვადასხვას გამოუშვებ. რა საინტერესოა. 100 წელს და მე 100 წელში უფრო ძვირად გავყიდი. რა ჩანა ფიქრი ქონია? დიახ. თუ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ეგ სუნამოს დაგჭირება ეგ. 10 და 20 ხوارა თეტრებს. ფიქრობ რაში შეიძლება იყოს საკითხი. კაი, ესე იგი, შემდეგი სუნამო არის უნისექსი. 50-იანი იქნება და ნაკლები ღირებულებით იქნება, რადგან ამაზე ფასზე ეს ამხელა ამბები ატყდა. კაი, ეხლა გადავიდეთ შენ ამბებზე. აჰა. შენ ხარ მომღერალი, რომელიც არა, სიყვარულთან ერთად, ხო, ეხლა ნინო, ანუ რა ვიცი, მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც არ უყვარხარ შენ, მაგრამ ამ სიყვარულამდე ძალიან დიდი დრო დაგჭირდა, აი სანამ ამ ხალხმა მიგიღო. ხო, რა თქმა უნდა. ხო და ბაღში დავდიოდი შენ რომ მღეროდ. მოკენ დაარწმუნებული ვარ. ბაღშიც ზეიმებზეც კაი დიდი ეკვავდი. ყოფილიყარ შენ, ხო. რამდენი წელი რა სცენაზე ხარ? 20. 20. არა, ბევრია. ხო და იმითხარი, ეხა აი როგორ არის სიტუაცია, გახსოვს ადრე საუბრობდით კიდევაც, რომ აი არ ღებულობდა ვითომ ეს სვეტსკის საზოგადოება, თუმცა დღეს ეხა როცა მღერი, ყველანი ისინი დგანან და არა, იცი რა არის? მე მგონია რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში შენც ხო ვინც ადამიანი ჩანს და საჯარო პირია ყოველთვის არის ცოტა ღრუბელით ცოტა მზით ეხლაც ახლა შეიძლება ყველას გონია რომ ყველა გიждდება ჩემზე მაგრამ შეიძლება იყოს ადამიანები ვისაც გულზე არ ვეხატებოდე ნუ ეხლა სუნამოების ბიზნესი გაქვს ტელევიზია გაქვს რადიო გაქვს ძალიან გამიკვირდა და ცოტა დეჟავი მქონდა რაზე რო დავიწყე სიმღერა ხო იყო ბევრი ჰეითი იყო ის იყო მეთქვა და სუნამოებს და მე აი ამ პერიოდში თუნდაც TikTok-ზე და სოციალურ ქსელში ცუდი კომენტარები თითქმის არ მომდის ანუ შლი მაგრამ არა მაგრამ აი სუნამოზე ჩემდა გასაკვირად რაღაცა ბევრი შეშფოთება წამოვიდა. უარყოფითი კომენტარი. უარყოფითი, ხო, იმიტომ რომ თან ვერ ხვდებოდი, იცი, სიმღერა კიდე ისეთია, შეიძლება რომ უსმენ შეწუხდე და მე ჩემთვის სუნამო გამოუშვი ის რატო შეწუხდა. შერას დაეცე. ცოტა ვერ გავიგე. ეს სიმღერის კიდე მესმოდა, რომ არ მოწონს რა ეს დუდუკები და გარმონი და ამბავი და არ უნდა რომ მოусმინოს რადიოში წუხდება. გავიგე და მე რო სუნამო გამოუშვი, შენ რატო შეწუხდი სახში? ხო, აი ეგ ვერ გავიგე ცოტა. იმდენ რაღაცას ვერ გაიგებ ადამიანი ამ ხალხისგან ზოგადად. მაგრამ იქ ძალიან სწორია ახლა. მე გამოუშვი რაღაცა, მე ჩემთვის მინდა შენ რა. თუ არ გინდა ნუ იყიდე. ხო, მაგრამ ალბათ მე ვიფიქრე რომ ცოტა გვიჭირს სიახლის მიღება. აქ მე მგონი იქ ვერაზე გახსნილი კუთხეში. გადასარევი ხილბოსტანია, ვერ გავწევ კონკრეტულად. შეხო მეზობლად ცხოვრობთ, ეს ჩემი გზა რო იყო პირდაპირ. მე ისე მეშინია. ჩემი? არა. როი რაღაც არ დაგვემართო სამ ქართველ ხალხს. რატო? აი კოსმეტიკა რაღაცა ისე. იმდენად გადასული. იღვიძებთ დაბუგული ხარ. აი თუ ამნები შემოერია, აი შეიძლება ყველაფერი ერთად რეაქციაში თუ შევიდა რა მოხდება? კაცმა არის ეს. ანუ ფერმა რო გამოუშვით კოსმეტიკა მაგას. ხო, აი მეშინია. ანუ იცი არის, ეხა იცი როგორ დაყოფილია რა. ზოგი მარტო იმას ხმარობს, ზოგი ამას და ხო შეიძლება რომ მე ყველა კოლაბორაცია და დაძმაკაცდეთ და რაღაც ერთიანი რაღაცა გამოვიდეს ერთი სახელობის. ხო და აი მაგ დროს აი რა გემართება? იცი რა, მე მგონია სოფლიოში ტრენდია. ყველაფერს უშვებს. აბსოლუტურად ყველა ვარსკვლავს აქვს რაღაცა. ზოგს პლაისი, ზოგს ფანქარი და და ხო, შენ თუ არ გინდა არ იყიდი და ეგ არის რა. ანუ შენს ბოროტების სიაში ხარ? ეს საზიზღარია. რა მითხარი? მიყვარს. ეხლა ადრე იყავი პირველი, ვინც აი ამ მიმართულებით, ქალაქური სიმღერების მიმართულებით იყავი, რომელიც აი ნუ ანგრევდი ყველაფერს და ეხლა აი ამდენი რომ გამოზარდე. ხო, მიმდევრები რო არის. სხვადასხვა კონკურსებზე რომ მიიყვანე ეს ახალგაზრდები გამოზარდე, მე მიმდევრები რო გაჩნდა, ეხლა რა შვები? შენი პირველობა სად არის? შენი ნიშა ისე პირველია? რა ვიცი, იქ ვარ სადაც ვიყავი, იქ ვარ. არა, სხვადასხვა მეც რაღაცა სერიოზული გამოგვდის და არ მოვიდა. არა, ხარ თუ არა პირველი, მაინტერესებს. ჩემ ჟანრში. ხო, შენ მუსიკალური კი.
მოხრებული ამბიციური გამოსწორი. არა, იცი რატო? თამამად შემიძლია თქვა, მე რო დავიწყე მსგავსი ჟანრის სიმღერების სიმღერა, ნამდვილად არავინ არ წერდა და საჯაროდ არ აჟღერებდა ამ სიმღერებს და ამიტომ მე მომწონს, რომ ეს ჩემი ხაზი ისე გავხადე თქვა კომერციული იქნება თუ მისაღები საზოგადოებისთვის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი ადამიანი მიმდინარე არიან და აგრძელებენ ამ ხაზს. და რა მითხრა ეს მარშრუტკებში რო რთავენ ხოლმე ამ სიმღერებს, ეხლა რამდენი გიკუთვნის მათ პროცენტი რო არ თვევინებ იმ ზღოლებს? გირიცხავე? არა, მე საავტოროდან და საავტოროდან გირიცხავენ, არა. კიდე მაინტერესებს რესტორანში, ანუ სხვა მომღერლები შენ სიმღერებს რომ ღერიან. შენ სხვა სიმღერებს არ მღერი. იშვიათად ხო გიმღერია. ქავერები მე მაქვს, ოღონდ არის. და იმდენი თავის სიმღერა რაღაცა. მე მეშლება ხომ რომ ამის სიმღერაზე ყველა რო ცეკობს და ნინო აიქ არ არის. კარგია პირიქით. მაგაში ფულს აკეთე. ხა ნინომ თუ იარა ყველა რესტორანში ყოველ დღე სადაც მღერია? არა, მე არა, მაგრამ საავტორო ხო იღებს თანხას და ის საავტორო. რაღაცა პროგრამაში რთავენ და იქიდან ფული გერიცხება. ხო. ბავშვობიდან დაბადებულა რომ ფული აკეთოს. ტყუპებს ზოგადად გვაქვს ფულის მიმართ სიყვარული და ნიჭი ფულის კეთების. ეს ჩვენში არის. ეხლა რა მითხარი? კარგი ხასიათი გვაქვს, მრავალფეროვანი და როდესაც მრავალფეროვანი ხარ და კარგი ხასიათი აქვს ადამიანს, ენერგია აქვს. როცა ფულის არ არის, მოწყენილებიც ვართ, მოდი ეგეც ვთქვა. ეხლადელი ამის მდგომარეობა არ ვიგვისებდა ჩვენს ესე ვართ და მოდება წლების უკან დავბრუნდეთ. აი 20 წლის წინ დავბრუნდეთ რა ხდებოდა. 20 წლის წინ ტელევიზორში ვიყავი მე უკვე ცნობილი სახელი. კარგი, შემოიმენე რომ მეშლები ხლა ემაზე. მეც გადასარევად. სულ კარგად იყო, სულ წარმატებული. ჩვენ ესე ვიყავით, რა ვქნათ ახლა. შენ დარბოდი შიშველი ფეხი ტალახიან ეზოში, ჩვენ ესე ვიყავით. ვაი მე 20 წლის წინ ძალიანაც მთელი შენი სამეგობრო სანაცნობო გადავაკოთე. მე ვურეკა, რა მაინტერესებს რა თავიდან რა, აი რომ დაიწყე ყველაფერი. მე იცი რა ჭორები მქონდა, თორემ არ ყოფილა სიმართლე. ვიდით მოხდა. მე მეგონა რომ აი კოროხამ რომ გაგიტაცა, შემოტაცებული ხარ. რომ აი კოროხას იმდენი ფული ჰქონდა, რომ იმან გაგკაჩა და თურმე არ ყოფილა სიმართლე. არა, სიმართლეა. სიმართლე თუ არის მაშინ არა, სიმართლე ლეპტოპების მაღაზია რო ქონათ, მოლარეთ მუშაობდა, ნინო კოროხამ მაღაზია გახსნაო. არა, მოლარეთ კი არ მუშაობდი, მე ვიყავი კორახას კომპანიაში პიარი. და ვაკეთებდი პიარს ელჯის კომპანიაში. არა და ვუთხარი, რომ ეგ კითხვა არ დასვა, არ არის სიმართლე და მაინც აი ნახე. არა, მე რა ის არის უხერხული კი არ არის. სიამოვნებით ვიმუშავდი უბრალოდ მათემატიკასთან მეც. რა ხდება ეს კორახა შენი ქმარი? მითია, რეალობა რა სადავართ? სადავართ აქავართ, რა ვიცი. არა, ჩვენ აქავართ და ის სად არის? არ არის. და ფული არის? კორახასი თუ ჩემი? კორახასი. არც ფული არ არის? არც კორახა, არც ფული, არც გაზი, არც ხალი, არც შუქი, ხაბა ჩაგისვე ჩვენ მაგвидеო. არც წყალი, არც კიბე, ვაფშე რაზე მოდიოდნენ. იცი რა მოხდება? მაგ დროს იცი რა დავადოთ, რა მოუხდება, იცი? თქვენო სიმღერები ჩაწეროთ, ცუნამოები ჩამოსწო, მე ფული მოგცეთო. არის ის? თქვენო ბავშვი მაკეთოთ ის სიამოვნოთ, ჩვენო შეშა მოგცეთო. თქვენ ბავშვები აკეთოთ ის სიამოვნოთო და ჩვენ შეშა მოგცეთო. მაგას ამორჩით, მეგობრებო, ეს არ არის პრობლემა, იმას ჩავსვათ, წინა უფრო კარგი იყო. კაი. ჩემი უმორს ვერ. ესე იგი, არც ნინო მე ხა ძილობის გამო გაიცინა. ხო ეგრეა? აი დაასტურა. ნუ აბულინგებთ ამაზე. ვის ჩვენ დაასტურა? ეს არის ნომერ პირველი. ისა ვიდეო რომელსაც უამრავი ნახვა აქვს. თქვენ ბავშვები აკეთოთ ის სიამოვნო, ჩვენ შეშა მოგცეთო. თქვენ ბავშვები აკეთოთ ის სიამოვნოთო და ჩვენ შეშა მოგცეთო. ჩვენ ასაკში არ ვარდება for you. ნინომ სიმღერები წეროს, სუნამოები ჩამოასხას და კოროხამ ფული მოგცევა. მე გადავაკეთოთ რა. ძალიან კაი იქნება. ანუ მაინც ამოვჭრით ამას. მოდი მაინც თამაზასხათი ჩავსვათ. დავტოვოთ. აი ნახოთ ხალხის რეაქცია. მოდი მე ჩავსვათ. ხო, და ნახოთ რომელი ჯობია. ხო, აი ნახოთ. კაი. კაი, მარტო მეგობრობა. კაი, ეხლა რა მითხარი? შენი სამომავლო გეგმები როგორია ხა მუსიკალური მიმართულებით? სამომავლო იმიტომ სიმღერებს სულ წერ, მუდმივად წერ სიმღერებს. სულ წერ, გავაკეთე პროექტი, ქალაქური პროექტი ბენდთან ერთად, გადაღებული მაქვს სატელევიზიო ვერსიაც, მაგრამ რატომღაც არ გავიდა ეთერში და ეხლა მინდა რომ დავასრულო, ტიფლისი ქვია პროექტს და არის ძველი თბილისი გადმოტანილი თანამედროვე ჟღერადობაში. საინტერესო. და ძალიან მინდა ამის კონცერტი გავაკეთო, ხო. და ის რა მითხარი, მართალია, დაჭერილი იყო ნინო 5 დღეო. მე? ისრაელში, ხო? სად იყო? მე გითხარი, დაიჭირეს, ციხეში იჭდა.
არა. ციხეში იჯდა. თან დარეკეს რომ ნინო ჩხეიძე დაჭერილი. კიო. რო მოგიმატეს გონი 2 დღე ხო როდი. არა, ეს ყველა, ანუ ყვები ხოლმე ამ ამბავს ძალიან სასაცილოდ, იმიტომ რომ სასაცილოდ იჯექი 5 დღე. ჩავედი და ისრაელში რო დავდივარ, ძალიან ისეთი წვეულებებია და დამკვეთებიც მყავს ძალიან სოლიდური ხალხი. და რომ ხვდებიან ეს ადამიანები, უფრო სულ გამოპრანჭული ჩავიდე და ისე რომ შესაბამისად მეც ჩავიდე ვარსკვლავის ფორმაში. თმები დაგრძელებული, ჩხილები დაგრძელებული, რუჯი, ლეოპარდის ქურქი, შანელის ჩანთით მივედი საზღვარზე. წამწამებიც ადგილზეა. და მეხმანეთა. და ეს ხალი მეკითხებოდა, ამ დროს არის დილის 5 საათი და ხალხი სპორტულებში, კეტებში. შენ მოხვედი, მე ოლიგა. მე მივედი და სად მიდიხარო? წვეულებაზე მივდივარ. და ნუ ყველა მითის ახლა ისრაელის საზღვარი, რომ ყველაფერს ყურადღებას აქცევენ. ნუ ზედმეტად ვიყავი რა, გადაპრანჭული და იქ რო ჩახვიდოდი, იქ ვერ გამოიცვლიდი, ეს რო არ წახსულიყავი გრანდიოზულად. ხვდებოდნენ აეროპორტში და მინდოდა რომ ესე ყოფილიყავი, ხო. თან კაი რისის გადაღებაც მინდოდა. და ამ დროს ეკონომით რომ მიპრინავ. მოიცადე, არა. სად გაფრინდა, აღმოჩნდა 5 დღე. არა, 5 არა, ხო და ეს ხალი მეუბნება რომ არ გიშვებო. და ვფიქრობ რომ კაი არ მიშობს გადავალ ევროპაში, სადღაც უკვე გადავალაგე ჩემი გეგმები და თურმე ისეთი წესია რომ არ გიშვებს, მეორე წამოსვლის ბილეთი როცა გაქვს, მაშინ უნდა წამოხვიდე. წამოსვლის ბილეთი მაქვს 4 დღეში მარტო. წავე არ მიშობს და მე ვარ ძალიან წყნარად, მოდის ვიღაც ადამიანი და მეუბნება რომ უკაცრავად თქვენი ჩანთა უნდა გამოგართოთ და ტელეფონი. გამომართვეს ჩანთა და ტელეფონი და წამიყვანეს მანქანით, ვიარეთ და მივადექით რკინის კარს. არ ვიცი სადავარ რა და რკინის კარს რომ მივადექი, ფიქრობ რა არის არ ვიცი. რამე სიურპრიზ ხო არ მიმზადებენ? ავდივარ ხალხნა და ჩვეულებრივი ციხის საკანია რა. და ესე წვანან ქალბატონები. და შენ ეს გრანდიოზული კაბები და მე ეს წამწამები. რო შევედი ადგილიც არ არის და პირველივე საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრობ რომ არ გავგიჟდე. და დაიწყე სიმღერა. ფიქრობ არ გავგიჟდე და ამ ქალბატონმა ეს წამოყვეცინა თავი და ეხლა წნევა მაქვს თუ ნინო ჩხეიძელის ფეხებთან ქართველი ყოფილა ის. და ნუ მოკლედ მართლა ეხლა მე ხუმრობაში ვყვები, მაგრამ ძალიან ძიმე იყო და ვინერვიული იყო. არა, დღე არა ვიყავი 2 საათი, ნუ მე უკვე საფუთები ნახეს ყველაფერი და მე გამომიშვეს იქიდან და შევედი, მაგრამ 2 საათი მომიწია გაჩერება და მართლა ძალიან ძიმე იყო. ისი არ უთხარ რომ ნინო ჩხეიძე ხარ და ქართველი ამოვალი ვარსკვლავი რაღაცა. არავინ არ აინტერესებთ. და დაუტოვე იქ საკანში შენ მეგობრებს რაღაცები, წამწამები, რაღაცა პიჯაკი რაღაც. გავამხნევე ყველა და არაფერი არ დაუტოვე, ხოლმე გამხნევება იყო. გამხნევება. თქვენც მალე გამოხვა. ის ხალხი ვინც გელოდებოდა იმათ რა თქვეს? შეიძლება აღარც გამოვიდეს. არა, რო გამოვიდეს ხოთიშერის ხო, ნუ ის ჩაერთო ყველა ადამიანი, იმიტომ რომ იქ რო მიდიხარ ისრაელში აუცილებელია ეს საფუთების გაკეთება ყველაფერი და ნუ ამ საფუთების მობილიზება და ერთი ამბავი იყო იმ გარეთ. ვეთე შენ ის ისტორიაც გაქვს სასაცილო, ღამე რო გაიხედე ფანჯარში, წინ корпуსი რო იყო და მე დილით რო გაიღვიდე და корпуსი რო აღარ იყო, დაანგრეული რო გეგონა. მონაკოში. корпуსი მონაკოში ჩავედით მე და კორახა მეგობრებთან ერთად და იცი როგორ იყო პარიზში ვიყავით მე მონაკოში გადავედი და იდი 2 ღამე არ გძინებია იქაც დაბადების დღეზე ვიყავით დავლიეთ ვიგრიალეთ და მოვედით სასტუმროში და სასტუმროში რომ მოვედი და რომ გადავწიე ფარდა წინ იყო корпуსი ხალხი ცხოვრობდა სინათლეები ეთო კი სარეცხი გაფენილი ყველა ნუ კარგად მახსოვს ჩვეულებრივად და დილით გავიღვიძე ძალიან კარგი ამინდია გადავწიე ფარდა корпуსი აღარ არის корпуსი არც არის თურმე გემი ყოფილა
ანუ როგორი ნასვამი იყო, რომ ის გემი ეგონა კორპუსი. რა ვიცოდი, რას მომეჩხელა. კიდე კარგი იმ გემზე არ აყო. აი მე გემს ვერ ვიტან რა. მოკლედ სტუდენტობის პერიოდში მომწონდა ერთი ბიჭი ძალიან რა. და იცი რა მემართებოდა? ამ ბიჭს რო ხედავდი, ვერც მეტყველებდი. ვაიმე, ვიცი ეგ ისტორია, მე მაგის ძმამ რო ჩააყენა ნომერი თუ რაღაცა იმას ყვები. არა. ვერც მეტყველებდი, ვერც მოძრაობდი. ვერც დავდი, ვერაფერს ვშვებოდი რა და ეს ბიჭს მეპრანჭებოდა. მანქანა მყავს და იმ პერიოდში იყო ძალიან ისეთი იშვიათობა, რომ სტუდენტს მანქანა ყავდა და ჩემდა ბედად ეს ბიჭი გადმოვიდა და შემხვდა. მეუთხარი სად მიდიხარ? სადღაც თავისუფლებაზე ჩამოვალ თუ რაღაც და მეუთხარი მე დაქტოვებ ეხლა ვეთქო და ისევ ღელავდი რომ ხო ვერ მეტყველე მე ესე ვარ და შევედი კაფეში რომ გავისწოროთ მა მოწესრიგდე ხო ყველაფერი კარგად არის და გამოვდივარ და რო გამოვდივარ ხო და ამ ბიჭს ვთხარი რომ მანქანასთან დამელოდე მე ეხლა გამოვა და რო გამოვდივარ ეს როგორ მიყურებს იცი რომ ვაუ რა ვიფიქრე რომ ესეთი რა მოუწესრიგდი აი ესეთი რა წავისთვის სახეზე რომ ბიჭი გამოშტერებული მიყურებს რა და მეც მოვდივარ და აი ესე ვაკეთებ რა რომ აბა რა ძლივს არ დამინახე და შემამჩნიე და უცბად აი ფეხი წამერთვა რა ნაბიჯს ვეღარ დგავ და ვეხვდები რა ხდება ალბათ ნუნერვიულობ მეორე ნაბიჯიც გადაადგი ჩემთოსეულები აბა ეხლა თამამა თუ რაღაც და დავიხედე ქვევით და ქვედა ბოლო ჩამძვრა თურმე ტიტველი მოვდივარ ანუ ტრუსიკი სამარ და არა მეცვა კოლგოტი მაგრამ კიდევ კარგი გზევიდან ესეთი გრძელი პალტო მეცოდა ნუ რა უნდა არ შევიმჩნიე ფეხი გადავაბიჯე ავიღეს დავკეთე ეს ქვედა ბოლო რა გამეკეთებდი ჯიპეში ჩავიდე დავჭიქი მანქანაში და მიყურებს რა ხდება შენ გიგორა იცი ჩემ მეგობარს რომ მოვიდეს წავედი ზღვაზე ვარ და ეს გოგო რა ამოდის ზღვიდან და აი მორბის რა და ну ეხა ის გოგო მე რყვება ამას დასაწყისად ჩვენ აქედან უყურე და აი ეს გოგო იძახს და აი ყველა მე მიყურეს მთელი სანაპირო და რაღაცა თავი გონია რაღაცა აი ულამაზე უსექსო და აი ამორბის ჩვენ აქედან უყურეთ ერთი ძუძუ ამოვარდა კუპალნიკიდან და მოვიდე ძუძუ ეს ისე ეს მონაკოში რო დადიხარ ანუ კონცერტების გაქვს ხოლმე ხო? ვინ გიკვეთავს ქართველები არიან თუ უცხოელები? ქართველი ებრაელები. იქაც არიან. და იქაც არიან. მოიცა ეხა რა მითხარით, სიცილი კარგია, მაგრამ ეხა მაინტერესებს ერთი ძალიან ისეთი ამბავი. მოკლედ შენ ქონდა ადრე მუსიკალური პროექტი. ქართული რუსთავი 2-ზე. კი ბატონო. არა, რუსთავი 2-ზე არა, კომედი არხს. კომედი არხს, სადაც მოდიოდნენ რაღაცა ახალი დამწყები შემსრულებლები, მოდიოდნენ, მღეროდნენ და მე თქვენ ამადგენ ხდიდით ესე ქართული როგორ რესტორნის ამოვალ ვარსკვლავებს რა. ხო. ნუ რესტორნის შენეძახი, მაგრამ ისე ქართული ისე მიმართულებით. ის როგორ გააგრძელებ? ხო. და მე მოხდა შენ და გვარამია შორის დაპირისპირება. სხვათა შორის მაგ პროექტის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო მუშაობა, სამსახური ნახა, ბევრი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ და ბევრი ადამიანი ხო, მაგრამ მოიცადე ხა ნუ გადაახდი თემას. შენ და გვარამია შორის მე მოხდა მაგ პროექტის გამო დაპირისპირება, იმიტომ რომ გვარამიამ გააკეთა მე იგივენაირად მსგავსი პროექტი. მხოლოდ ქართული? მხოლოდ ქართული. კაი რა, რა დროს გვარამია. რაღაც დროს ეგ ამბავია ეხა. ნუ რაღაც გვარამია გავიგეთ მაგ. არა, უბრალოდ ესე უთანხმოებაც ქონდა თქვენ. უთანხმოება ის იყო, რომ უბრალოდ მე მეწყინა ის რომ კომედი არხზე, როდესაც წერდით რეიტინგს რუსთავი 2-ის სადარს და ზოგჯერ უსწრებდით და იყო ძალიან რეიტინგული და ვფიქრობდით და 5 სეზონი მიმდინარეობდა და მეტი მე მგონი ხო და იყო განვითარების პერსპექტივა და გვინდოდა განვითარება, თუნდაც ბენდი იქნებოდა თუ დახვეწა, იმიტომ რომ მაინც სტუდია ისეთი იყო, ბიუჯეტურად ხო არ კეთდებოდა, ბიუჯეტურად კეთდებოდა და არ იყო თანხები და უბრალოდ გული დამწყდა, რომ არ განვითარდა ეს პროექტი და აბსოლუტურად სხვა დაიწყო ისეთი, რომ იქ არ ფიგურირებდი, სადაც მეგონა, რომ იმ გუნდის წევრი ვიყავი და თქვა რაღაცაში მომიაზრებდი. მაგიარეთ თავის შეცდომა თუ დღემდე ვთვლიან, რომ ის მათი პროექტი იყო, მათი მოგონილი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, იძახდნენ მაგათ ჩვენ მოვიგონეთ ეს პროექტიო.
არა, პროექტი რა არის? მოიგონეს რა. ეს პრეცედენტი ეს იყო, რომ ქართული სიმღერების, მსგავსი სიმღერების, ქალაქური სიმღერების პროექტი იყო. კაი, შენი საავტორო ის არის ხო ის პროექტი ეგ? ფანოღი. ეხა მინდა მე ძალიან მომწონდა ეგ პროექტის სიამოვნებით გავაკეთებდი სხვათა შორის კიდე. ეხა მინდა რომ ქვეთამაში გათამაშო. სანამ თავარ თამაშზე გადავალთ. შენ გვერდზე, შენ ტელევიზიაში მიყავდა არაერთი გადაცემა, არაერთ წამყვანთან ერთად იყავი და სამართლიანი რო იყოს, ჩემთავს გამოვთიშავ. რატო? ნუ და ამოარჩიოს ვინ იყო მისთვის ყველაზე კარგი თანაწამყვანი. აჰა, ოკეი. ვაიმე. საინტერესო. დავიწყოთ? შენთვის ყველაზე კარგი თანაწამყვანი, შენთან ერთად ვინ იყო? ზურა ხაჩიძე თუ ავთანდილ ცქვიტინიძე? ვერცერთ ვერ იხსენებს. ორი ნათესავი რო არიან, ზურა და ავთო. ზურა თუ ავთო იქ. ხო, აი შენთვის რომელი კარგი თანაწამყვანი იყო შენთვის, აი როგორ? ზურა. ზურა. ავთო ნახვამდის. ზურა ხაჩიძე თუ ანი ჩირაძე? ზურა. ანი ჩირაძეს რას ერჩი? იცი ეს ზურა თანაწამყვანთან აუცილებელია რომ მხარდაჭერას გრძნობდე და რაღაცა შენ გრძნობდეს და მე გამოვთიშე ჩემი თავით, თორე ჩვენ მქონდა სასწაული დუეტი. ვიცი. კაი, ზურა ხაჩიძე თუ კოლელიშვილის შვილი? ზურა ხაჩიძე. ზურა ხაჩიძე. ხილდა გვარი წარახავს. კოლელიშვილის ბაჩო. შვილიო. რა საზიზღარი ხარ? ეხა იცი როგორ დიდი შეურაცხყოფა. თვითონ არ ახსოვს. ახსოვს, ეს ზიზღება ვერიტას. არა, შურდა ბაჩოსი რომ თვითონ არ იყო იმ პერიოდში. რას ისო მე რომ მოვედი სამი კაცი წავიდა ჩემ გამო ერთი მოდი. არა, ბაჩო რო იყო შენ არ იყავ. არა, ყველაზე გადაუღეს ეს ეს რო დაიმატეს და ბოლოს მარტო ეს დარჩა. არა, ბოლოს ნინო დარჩა. და ბოლოს ანუ მე მოვიგე. ეს ხო ვითომ პრაიმ ჰაუსში იყო. ჩვენ ხო ვიძახი და პრაიმ ჰაუსი არის მეთქი, ანუ ამ პროექტში ღამის პრაიმ ტაიმში მონაწილეები ვარდებიან. კიდე კაი პრაიმ ჰაუსში არ ვიყავი, თორე გაგაგდებდი. მან დავთფე ჩემი პარკმალი დავყარე უბრალოდ. კაი, მე ფინანსურად ჩემთვის საინტერესო. კაი, მე გაგაგდები. კაი, ზურა ხაჩიძე თუ ნიკა ხაჩიძე? ნიკა ხაჩიძე. ნიკა ხაჩიძე თუ ლაშა რამიშვილი? ლაშა რამიშვილი. ეხა მითხარი ლაშა რამიშვილი რატო უკეთესია ვიდრე ისინი როგორც ჟურნალისტები? როგორც ჟურნალისტი არ იყო ეს თამაში, როგორც პარტნიორი იყო. პარტნიორი როგორც სიმღერაში კი არ გითხრა, როგორც თანაწამყვანი, წამყვანი საქმიანობით. ნუ ხო, იმიტომ რომ ნიკა არის პროფესიონალი ჟურნალისტი და მე როგორც წამყვანი, ჩემთან უფრო ახლოს არის მუსიკალური გადაცემები და ლაშა ჩემთან იყო ძალიან კომფორტული. ეგეთვე რატო მოეწონა ლაშა? იმიტომ რომ ვიყავით ძალიან შეხმატკბილებული შემღერებლები. მაგრა ჩაგრავდა იმას და ხო აჩუმებდი ხომ შეგადაში. როგორ აჩუმებდი ხო იცი აი ხო დაიწყე და ის რაღაცა და ის და ხელს ესე მოკიდებდა ხომ ჩემი ლაშიკო ისე მათამამებდა მანებივრებდა ვარდები მოკონდა შენ კი არ გავდა არა ჩემი გიორგი საუკეთესო იყო მაგრამ ვარდები არ მოკონდა პირიქით დაბადების დღეს ვარდები მოჭუქეს და აქეთ გამიპუტა გახსოვს კი ხო იცი რა უგე დაბადების დღეს ვარდები აჩუქეს რა დიდი თქოს დაუგლიჯე დაუძენზე და რატო დაუძენზე თუ გადაცემაში ესე ვაყარიდი სიმღერის დროს ისე თქვენი დუეტი ძალიან მაგარი იყო იცი რა ეხა მე მინდა ერთი რაღაცის თქმა არა ჩვენი დუეტი ფანტასტიკური იყო აი არსა და არ საუკეთესო მეწყვილე ისე მუშაობდი ჩვენ და ერთხელაც კი არ მიხუმრება რადგან ის გადაცემაც აღარ არის შემიძლია ვიხუმრო ერთი პერიოდი, ერთი სეზონი ჩვენ ვისხედით მაგიდის გარშემო. საინფორმაციო წამყვანები დენ გახსოვთ? და ნინოს უკან ქონდა პეტერი თევის ის აწყობილი სკამი. ფეხები ქონდა ხობის შემოდებული. ის რო არ ქონდა ქვემოთ მაგით. ხო, პატარა ფეხის სკამი რო იყო ეს. ეთი პეტერი ტაბურეტკაზე ქონდა ხომ ფეხები შემოდებული და ის დახომ ეს 500 ბავშვი. ისი არ გეზარება ესეთი ამომავალი ვარსკვლავი მოღერი ხარ ხა ტელევიზიაში რაღაცა დროს რო კარგავ. აუ არა, ძალიან დიდი სიამოვნება იყო და დიდი გამოცდილება ჩემთვის რუსთავში. ისე შენც ხო გაქვს ტელევიზია აფხაზეთის რაღაცა? ტელევიზია მაგ ფული არა მაქვს. ხო. რაღაცა ის შეფხვდა ნიუსი რო ყიდი მაგას. სიხშირეს თუ რაღაცა? არა. არა? თუ არ გაიყიდა და გადაიფიქრე. დარდიმანდი ამისი აფხაზეთის ხმა ამისია. ტელევიზიაც ამისია. სუნამოც ამისია, სიმღერაც ამისია. კოროხაც ამისია. კოროხაც და კიდე წუწუნებს. ნუ არ გამთვალო რადიო თუ კოროხა რადიოში.
არა. ყველაფერზე. ეხლა უნდა მოყვეთ. ეხლა დაგარეკიდებ კორახასა და ნახავში. ეხლა მე შენ დაგარეკი. გვიანია დღეს ვეღარ დაგარეკი. ამან დამპატიჟე თავისთან რადიოში. თუ შენ დამპატიჟე აღარ მახსოვს. მე დაგპატიჟე. აფხაზეთის გიორგი ძალიან კარგი გადაცემა ქონდა ჩვენს რადიოში. ხო, რომელი რადიო იყო აფხაზეთი, ხო? აფხაზეთი. ხო და სულ ამის გარო ვიცოდი რომ სულ წუწუნო რომ ფული არ არის. მე მეგონა იქნებოდა აი ორხევი რაღაცა ის ტელევიზიებს საერთოდ არის რა ისანი და რაღაცა დიდი დიღომი და შუაგულ ვაკეში ვერაზე ჩემ გვერდზე ვერა იყო ან მერან ვაკე ხო და ეხლა აქეთ ამის корпуსი ხო კაი აშენებული და წინაი რაღაც დანგრევები და ეხლა მგონია რომ ალბათ აქ პანდალი აღებული და აი რაღაც შოუ ბიზნესის ხალხი ახლოს რო იყოს იმიტომ შევედი, ლიფტია ძალიან კარგი, ავედი ავგრიალდი, შევედი უზარმაზარი, რამდენი კვადრატულია გაფიცებ? 230. რა ვიცი, ვერაზე 230 კვადრატული. რატო უნდა გქონდეს რადიო თუ არ მუშაობს? მოდი, დაურეკავ რამოდენიმე ადამიანს, ჯერ 12 მაინც არ არის. მოდი, ვი? ხატია შემოგვიას დაურეკე, საცივს ვაკეთებ და დამავიწყდა შიგნით არა. ძალიან აწყენი ვარ შენზე. დაურაშვები. კინოში კოლენჯელინა ჯოლის უყურებ და იმ საოჩარბეჭ. აი დამირეკე მე რა ძალიან აწყენი ვარ შენზე პროსტა რა. შენზე. აუ პროსტა ისეთები მითხეს ხატიამ შენს უნდა მოზილაპარაკავ აი მთელი ღამე ვტირი ვარ. ეხლა შენ თუ ნახაიძე თან ზიხები თან. ნათხენი რომ გამეკეთე თანხალი თებო კინოხი მაგრამ ხარ მომეწონა მაგის გული გამესკდამეთკი დაჭის მიყვარხარ კაცნიკოც ნინო ძოწენიძეს და როგორ ახარ? კარგად. დაურეკე, ხარო რატომ ბაძა ვერ გავიგე. სუნამების დაგიწია თქო. აგიგი. ნი. აუ. ნინო ვარ როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? კარგად გცალია 2 წუთი რაღაც საქმე მაქვს. მე იგი რა ნომერი? ვერტიცალი ჩემ. ნინო ვარ ჩხეიძე. ლიდა, რატომ მიწერი ხარ გიგი ორაგველაშვილის სახელით, ხოსტა? არ ვიცი. აუ, კაი რა და ისცედაც რაღაცა ისე ვარ შენზე და ეხლა კიდე ჩემი ნომერი არ გიწერია. გაჩერდი, просто ვერ მიხვდი, არ და მიწერი ხარ. ეხლა ამერია რაღაცა ვერ მიხვდი. ნი, просто რაღაც მინდა გითხრა და ის სწორედ მინდა გამიგო, რა გეხვეწები რა, ხო არ გეწყინება ჩემ თავს გაფიცებ. არა, რა ხდება? გოგო რაღაცა შენი სიმღერა მოვისმინე ქალაქურ ჟანრში და აი რატომ ბაძავ შეხო შენი სტილი გაქვს და მე აი რაღაცა ხო იცი რომ მე არ გადავდივარ ჩემ ხაზს არა და აი რომ მოვისმინე ზუსტად ის სიმღერა იყო მე რომ მინდოდა ჩამეწერა თან ქალაქური იყო ზაზასთან გაგიკეთებია კარგი იყო არ გამეცნე თავიდან აი რატომ ბაძავ დედას გაფიცებ რომ შემარგოთ არ შეიძლება საყვარელი ხარ ხა შესაძხარვის არა მარკ გიორგის ახალ ნაგდაიდას არა ზაზამაც მომასმენია სტუდიაში ვიყავი ერთი ეგარი ხო Нин, привет! А вы сегодня умров, ხო, არ გაითვალა? Ела რატო? Мам, სასაცილო იყო. შემოსაყვარელო, მიყვარხარ ნი? კოცნი. კოცი, პაკა. კარგად. და თუ არ ჩვაძეს, აბა მე დაურეკო, მომე. შეკვეთაა თქო ეტყვი. ალო. ვინ ხარ როგორ ხარ ჩემო კარგო? კარგად, შე როგორ ხარ დათო? ცუდ დროს გირეკავდი. ტელეფონი აფერს, ხედავით ხედავ. მე მეხნობა სასწაულად და მე მესეჯებს შევედი და ჩემი ნინო. ხო. აი ძალიან მალე გეტყვი, რა ვიცი, რაღაცა ისე ვარ, მეგობარს გარდაეცვალა мама, ბიჭო, ისეთი კაცი რო რა ვიცი, რა და просто გაგიჟებულები არიან, აი ცოტა როგორ აქვთ, იცი რომ გააფეტიშებენ, ხო იცი და რაღაცა სიმღერის შეკვეთა უნდათ რა. იცი რომ ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ხო და აი ტექსტზე რა ვქნათ და შეძლებ რომ რაღაც ესე გავაკეთოთ, ოღონდ აი ძალიან ძიმე უნდა იყოს რა.
მე ხო იცი პროდუში და მაგას იმის და სერვის მამა ხარ. მე თვაში და კონსა გასვიდა და იცი რა პროსტა ტიპაჟურად ან სურათი ხელი ჯო ტიპაჟურად კი კაი ტიპი იყო, მაგრამ ამათმა ისე თავი გაიგიჟეს, რომ რა ვიცი და ამ კაცს სამეგობრო ყავდა სასწაული და ჩართულები არიან, ჩამოდიანი. ნუ სასწაული ამბავია რა და არ დავზოგავ თუ არაფერსო და თან გურული იყო, გურული. ხო და შენ როგორ ფიქრობ, აი ვის შეიძლება რომ ვამღეროთ, აი ესეთი ცოტა დრამატული ხმა რო ქონდა. ხო, აი ეგუნა მეკითხა რომ ვინ დაიმღერა. აი ზარი ვით უნდა იყოს. გიორგი დასხაიძე რომ ვამღეროთ. ხილა იმღერეთ ანუ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა გული სიმღერა აი ეს თქოიცი სიმღერა უნდა გითხრას ხო არ ჯობია გაგასაუბრო ამ ხალხს თვითონ რა და მე მინდა რომ ეს ისტორიები მოისმინო ამ კაცზე მოისმინო ისტორიები რომ ნახავ რა ფოტოებს დაათვალიერებ ვიდეო მასალას ნახავ მოიცადე გაგასაუბრებ შვილს გაგასაუბრებ ერთ ჩემ გვერდზე კიდევა დავით გამარჯობათ ბატონო დავით მე აი ჭირის უფალი ვარ გამარჯობათ ჭირის უფალი ვარ რო თამაზე იწყებს სოლოს და მე ვარ და მე უკვე ასაფლავები ბოლოში და აუბე ძალიან არ ვახსოვდა რომ მე ენიგაცემის რა თქმა უნდა შესაძლოა აი სა დავიწვით დათო ძალიან გვიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთე მიყვარხართ მაგრამ დენაცვალეთ და კოცრი მშვიდობიანი ღამე დათო კარგად პრინციპში შედგა რა ორივე ზარი იყო ფანტასტიკური და მე ჭირის უფალი პროსტა შეგაგეცინა მე გამეწინებ და ჭირის უფალი ვთქი და ესენი ვერ მიხვდი არამე არასწორად თქვი მეთქი ცოტა მე კიდე ისეთი აზარში შევედი უკვე ლაფატკაზე მივდიოდი მიჰაუში რომ მეთქი აი დასაფლავების დროს ესენი რომ იმღერებენ მე მიწას მივახრი ხო მიჰაუში რა ლაფატკაც გინდა დიდი პატარა როგორი ზომაც გინდა საკურთხ სანდომი გამოგზავნის თვლი რომ ფანტასტიკური იყო ნინოს სტუმრობა მაგრამ ამით დასრულებული არ არის ეხა იწყება არ დავიწყება სუნამოც იყო სად იყო სუნამო არ იყო შემოიტანეთ სუნამო და ახლა გადაცემა სარკასტიკაში ყველაზე მთავარი თამაშის დროა მეგობრებო მოგიმს როგორ ხვდებით ერთმანეთს ისე გონიო თანაწამყვანები ვარ დეჟავი ხო არა გვაქვს მოგიმზადეთ სასწაული თამაში არ მოგიფრიალა მოგიმზადეთ სასწაული თამაში ხა გამოჩდება როგორი ჰაირის გამოშვება შეიძლება პირიდან ვიც უფრო მაგრა გამოუშვებს ჰაერს რომ ბუშტ კარგად გაბერავს და ამჭიქებს ერთმანეთში გადააწყობს გამარჯვებული ცის იქნება გამარჯვებული შეხვდება ჩვენი სპონსორი Flame Food-ის ვაუჩერი და წაგრიალდება მარკეტში და კარგად გემრიელად სისტრაფეზია ივახშმებს ერთი როცა იყონა შეიძლება ეს უკვე თქვენ მეგობრობაზე ანუ თუ მოიგებ შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ ან მარტო წახვიდეთ ან მარტო იგულავო თუ მოიცის რომ მე მოვიგებ გაიგე და იგივე მე იმიტომ რომ ვიცი რომ ხეციც არის არა Flame Food-ის ისეთი ვაუჩერი მე მგონი ერთმანეთს დახოთ საბჭოა პუშტები დასდეს და მოგასწოროთ ესე იგი ესე ანუ ეს დაწესო აჰა всё კაი დაითვალე 1 2 3 აი ოჩახნინო მე მგონი კლარნეტ ეს უკავს მეში აი თუმცა გამელო კიკა საწარი ნაზღოს იმენა ტუჩები სამხობს ზე კარგად აგელა მე ჭიქები
ეს უწამეთ რა ვქნა? არა, უნდა გადაიჭრა. ამხილა? ბებინო რა კარგად ბერა. ბებე, დავი ჭიკა. რა ხდება? თამაზ ამ შემთხვევაში რა ხდება? უნდა დამეხმაროს. რატო ვარდება? ნინო, აბა მეშკი ჩაგივარდა. დედა. ბებე არა. ეხა ამის მერე კაი დუეტს ჩაცე. სუპერია ბები. შენი. დედა. ოღო ჩემთან დუეტი ჩაწეროს რაზე აღარ არის გასული. ისე ნუ არა. რა. არა და მე მეკონა იმ საყვირზე შენ უკრავდი ბენჭი. ებალბე. ნა. თემზე საშუალება არა, მაგრამ გავაჭყირო ხოლმე. მე და ნინო წავალთ ერთად ფლეიმში. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა სარკასტიკა, ეს იყო ნინო ჩხეიძე და ჩვენ შევხვდებით მომდევნო ორ შაბათს.